მოწვევს დღევანდელ ღონისძიებას გახსნილად ვაცხადებ. მაესტრო, ხოთ!
ტაშომეტრზე ვსაუბრობდი და ეს პირველი დამსახურებული ტაში იყოს, იმიტომ რომ ბევრი აჭარული მინახავს, მაგრამ ასეთ სინქრონში და ასე ამაზად შესრულებული აჭარული იშვიათად. ახლა ვნახოთ ერთი მესამე კურსელები როგორ აჭარული შეგვისრულებენ მაესტრო. ესე იგი, ვეჯიბრებით ტაშომეტრის გაზომვაში ეხლა ჩვენ მესამე კურსელებმა ჩააბარეს ის გამოცდა, რაც მათ დაავალეს კეთილ და რომამ. ოჩახ ბავშვებო.
ცეკვა რომელიც ახლა შესულდა გაგრძელებულ ტაშს ითხოვს ისე სხვათა შორის. ოჩა ბიჭებო და გოგოებო, ოჩა. სხვათა შორის ბატონო დავით გიორგაძე თქვენ მოგმართავთ. სათხარ დამენახე კაი კაცი. ესე იგი შენ გენადის აღზრდილი ადამიანი ხარ და მისი სკოლა გამოვლილი და ზუსტად ვიცი რომ დარწმუნებული ვარ გენადი შენით ამაყობს და აქ სიამაგის კიდევ ერთი ძახილის ნიშანი უნდა დაუსვათ შენს მონაგარს, რა თქმა უნდა, დაძმასთან ერთად, რომელიც გენადის შენ იმეზე და შენ აღზრდაში ჩადოდა. მადლობა, იმიტომ რომ აშკარად ეთყობა პროფესიონალის ხელი, რომელსაც ყავდა ის მასწავლებელი, რომელსაც ქვია გენადი გრიგოლა და მადლობა კიდევ ერთხელ შენ ჩემო დავით. და აპლოდისმენტები ამ კაცს. ეხლა რომელიც ეკისთვის ემზადებიან ეს ბავშვები დიდი მიხვედრა არ უნდა და აგერ ძვირფასო ტელემაყურებლებო თქვენ მოგმართავთ ერთი პატარა არ ვიცი შეხსენება ქვია ამ ყველაფერს ცეკვა რომელსაც ახლა ბავშვები შეასრულებენ სცენაზე საბრძოლო ცეკვად არის მონათული კი არა არის ასეთია საბრძოლო ცეკვა და მე არ ვიცი მათ რა ელემენტები აქვს შეტანილი ამ ცეკვაში მაგრამ ჩემგან მარცხნივ და ჩემგან მარჯვნივ სცენას ამშვენებს საქართველოს სახელმწიფო დროშა. ეს კი პირადად ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, იმიტომ რომ ამ დროშის ქვეშ ჩვენი ძმები და მეგობრები სისხლს ღვრიდნენ 2008 წლის ომში ოკუპანტების წინააღმდეგ. ამ დროშის გადარჩენისთვის იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები. ამ დროშის არა ჩვენი სამფეროვანი დროშის საქართველოს სახელმწიფო დროშის 90-იან წლებში ქვეშ ვიბრძოდით ჩვენს მე და ჩემი მეგობრები. ჩემი მეგობრები, ჩემის რუსთავის ბატალიონის მეომრების სახელით. ჩემთან იყო სამტრედიელი ორი ბიჭი. ჩემთან იყვნენ კახელები, ჩემთან იყვნენ აჭარლები. ჩემთან იყვნენ იმერლები, ყველანი იყვნენ და მათი სახელით მადლობას გიხდით იმისთვის რომ მოიტანეთ აქამდე ეს ქვეყანა, რომ ამ ბავშვებს შვიდობიანი ქვეყნის შვიდობიანი დროშის ქვეშ ეცეკვა და აპლოდისმენტები მეომარ ადამიანებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ სანათესაოში მაინც გეყოლებათ ერთი, ვინმე ვეტერანი და ყველას ჩემი სახელით აი ამ ცეკვას ქალბატონო ეთერ თქვენთან შეთანხმებით უძღვნი საქართველოს მეომრებს. ეს ცეკვა არის ხორუმი და თხოვთ მაესტრო.
რაჭველები ეძახეთ თქვენ და ასეთი ჩქარიც ეკვაქვთ რაჭველებს. სადმე გინახავთ რომ რაჭველები ნელაც ეკვავდნენ? არა. ჩქარაც ეკვავენ და ჭაში და უკანი ჩქარა ამხავს.
განსაკუთრებულად საინტერესო ნაბიჯი შემოგთავაზა სანავარდო.
ესე იგი 1 2 და 3 და 4 არ ვიცი, მაგრამ განსაკუთრებული ტაში რატო ეკუთვნით ეს ერთი, იმიტომ რომ დებიუტანტები არიან, მაგრამ ეხლა მაგ თხოვნა, კარგი ფოტოაპარატები კიდე, კარგი კამერები ხომ გაქვთ რა, ერთი თხოვნა შემესრულეთ. ბავშვებო, ყველა მოიწიეთ ჩემსკენ. მოდით, თამამა. განსაკუთრებით ეს პატარა ვაჟკაცებო, მოდი წინ დამიდექით. ეხლა გადაგვიღეთ სურათი. ყველა, აი ესე. ჩვენ გადაგვიღეთ სურათი, ჩვენ ყველაზე პატარებს. მე ამათ შორის ყველაზე პატარა ვარ, ისე ცნობისთვის. ხილად ბავშვებო, ახლა ჩვენ, აი ვინც ახლა სცენაზე ვდგავართ. ვისაც გვიხარია ცეკვა. ვინც ვიცით რა, მე არ ვიცი, მაგრამ თქვენ ხო იცით ცეკვა. ვისაც გიყვართ ცეკვა. და ვისაც გიყვართ საქართველო. ბავშვებო, თქვენთან ერთად მე მინდა აი ამ დებიუტის შემდეგი ცეკვა, რომელსაც ქვია აფხაზური, მიუძღვნათ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს კიდევ ერთხელ ამას. არა, მეომრებს არა, ჩვენს ქართველ ემიგრანტებს. ემიგრანტებს, რომლებიც ახლა არიან შორს ჩვენგან და იშვიათად ჩამოდიან, მე ისევ მიდიან. მე ჩემი შვილის თამადობით უძღვნი, ჩემი ემიგრანტის შვილის თამადობით ამ მომდევნო ცეკვას, ამ ხალხს და ეხლა ყველა მერთად. ბავშვებო, თქვენ უნდა მომეხმაროთ. მოდით, სოფლიოში ყველაზე მაგარ, მე მომხედეთ აქეთ, ყველაზე მაგარ, ყველაზე ლამაზ, ყველაზე მშვიდობიან და ყველაზე ღირსეულ ქვეყანას საქართველოს გავუმარ. თქვენ შემოგელეთ ჯიგარს, ეხლა გაიქეცით იქით, მიდი. წადი.
დავასრულეთ მე ერთ რაღაცას გეტყვით და თქვენც იცოდეთ ეს ყველაფერი როგორ არ ვკითხოთ საიდან იციო უბრალოდ როცა ეს სიტყვები ასრულდება და ძალიან მალე და ეს არ არის პირობითი სიტყვა და წყობა ძალიან მალე მერე გაიხსენეთ ეს სიტყვები საიდან იცოდა ამ კაცმა ეს ყველაფერი ბავშვებო თქვენ ძალიან მალე მოგიწევთ ამ ცეკვის შესრულება სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე და თქვენ უნდა იცეკოთ ეს ცეკვა ისე რომ თავად ჩვენს მეგობარ აფხაზებს შეშურდეთ რა მაგრად ცეკვავენ თურმე ქართველები ჩვენ ცეკვას და ეს იქნება იმდენად მალე რომ თქვენ ჯერ კიდე პატარები იქნებით ეს აპლოდისმენტები ალბათ გაჩვენებს იმას, რომ შენს მიერ დადგმული ცეკვა, რომელსაც სახელად თავისუფლება უწოდე, ქეთი სწოდნია, რომ ყველაზე დიდი თავისუფლება არის სიყვარულში. და ამიტომაც დადგა ასეთი ცეკვა. იმიტომ რომ დიახ, სიყვარულშია ყველაზე დიდი თავისუფლება, სიყვარულია ის რაც თუკაც არ გამოუცდია და ჩაგრულია და აღარ მახსოვს კუკარაჩას როგორ ალაპარაკებს ზუსტად მოდარ დუმბაძე, მაგრამ რაც ხა ესეთი ფონია, მაგრამ
ის რომ დიდი თავისუფლება ამაში, აგერ ქეთიმ კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა ამ ცეკვით და მადლობა ამ დადგმისთვის, ჩემო ქეთი.
ეს მესამე ჯგუფელების მიერ შესრულებული რქეულური. არა, ეს ცეკვა ცოტა უფრო მეტად სიმსახურებდა რა, დამეთანხმე.
ესეთი უნდა. ახლა კი ყოველგვარი ხუმრობის გარეშე მართლა ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო და კიდევ ერთიან ძლიერ და ღირსეულ საქართველოს გაუმართ! ჩვენ შვილებს, ჩვენ პატარა ანგელოზებს, ჩვენ მომავლის ქართველებს, დედებო, ბებიებო, ბაბუებო, ყველა ამ პატარა სტაში დაუკარით ისეთი, როგორიც აქამდე არ დაგიკროთ. ნუ დაგეზარებოთ. ახლა სამადლობელი სიტყვა ვიდრე ჩემი იქნება ბოლოს, მე მინდა აუცილებლად მოვიწვიო სცენაზე ჩვენი ქეთი და რომა გრიგოლიები, მათი დამსახურება დღეს ასეთი ღირსეული წარდგომამ. ქალბატონო ეთერ გურკაძე მინდა სცენაზე ამოვიდეს. ქალბატონო ეთერ მობრძანდით, იმიტომ რომ თქვენი ძალიან დიდი წვლილია ამ ყველაფერში. ბავშვებო, გამოატარეთ თუ შეიძლება პედაგოგები. დავით სათხარეთ, დავით გიორგაძე შემოგვიერთი სცენაზე და ბატონო გენადი, თქვენ რომელ კამერაში ვისაუბრებ, აი ამ კამერაში ვისაუბრებ, მაშინ ბატონო გენადი, თქვენ მოგმართავთ, თქვენ გვიყურებთ და ზუსტად ვიცი რომ ამაყი ხართ თქვენი შვილებით, თქვენი მეგობრებით და აი ამ პატარა ანგელოზებით, რომლებმაც დღეს ზუსტადაც რომ თქვენს სათქმელი. ამ სათქმელს ქვია ქართული ხელოვნების მსახურება. ამ სათქმელს ქვია მომავლის ქართველების ღირსეულად წარმოჩენა და ამისთვის მადლობა თქვენ გენადი ბატონო. სცენაზე უნდა უხმონ ქალაქის მერს ბატონ დავითს. ბატონო დავით, თუ შეიძლება ამობრძანდით და გაბატონო ნატალი, გთხოვთ ამობრძანდეთ სცენაზე. აუცილებლად ორი სიტყვით უნდა მოგვეფეროთ, შეგვიფასოთ ის ყველაფერი, რაც თქვენი თანადგომით დღეს ჩვენ ნამუშევრის სახით წარმოვადგინეთ და აბა სადარქა, ქეთი აგერ ყოფილა. ქეთი, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ყოველგვარი ფამილარული მადლობების გარეშე, იმიტომ რომ აქ ჩანდა შენი შრომა. ახლა როგორც ჟურნალისტი ისე გეუბნევი ამ ყველაფერს. ახლა გიმჟღავნებ იმას, რომ მე მყავდა ბორჩი 4 კაციანი პატარა მოკუჩებული ხალხი, რომლებიც გაკვირდებოდნენ, მოდი ჩემთან, მოდი გელდა. რომა, შენს გეხება ეს. გაკვირდებოდნენ და გიყურებდნენ, სად არის თემური? და ერთი ესეთი არ უშევთ, ხო? მოდით, ბატონო დავით, როგორ გეგადრება? ბატონო ნატალი, მობრძანდით. ქეთი, ბატონო დავით, ბატონო ნატალი. სანამ ბატონო ეთერ მობრძანდით აქეთ, შემობრძანდით. ბაშობა მოიწიეთ. სანამ ეს ადამიანები შეაფასებენ თქვენს და ჩვენს დღევანდელ ნამუშევარს, ქეთი, შენს გასაგონად მინდა ვთქვა და ჩემო ქალბატონო ეთერ და თქვენიც მაყურებლებო, იმ სურპრიზისთვის, რა სურპრიზის ჩვენ მოვიფიქრეთ. მე თბილისიდან ჩამოვიტანე დეპეშა, გამომიგზავნეს და ახლა მომიტანეს ამობეჭდული. დეპეშა გახსოვთ, ხო? ეხა მეილი კი არ მომივიდა და მესიჯი, დეპეშა ასეთი იყო. იმერეთში ვარ და დეპეშა გემახსოვრებათ. დეპეშა, რომელიც არის სასიხარულო. ქალბატონო ეთერ, დამიდექით გვერდით. ეს დეპეშა არის ფერადი. აი ესეთი ლამაზი ფერებში. და ამ დეპეშაში ახლა რა წერია, მე თქვენ გეტყვით. ჩემო ძვირფასო ხალხო, საქართველოში 1999 წლიდან არსებობს ერთადერთი რესპუბლიკური სახელოვნებო დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც სახელად ჰქვია საქართველოს ხელოვნების და კულტურის აკადემიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც აღიარებულია საქართველოს სახელმწიფო საპატენტო კომისიის მხრიდან. მას ჰქვია დაჯილდოება მეგა. ასე ქვია ამ მეგას. და მე მინდა ეს დეპეშა წაგიკითხო, აი ფერადი დეპეშაა, ნახე. საქართველოს ხელოვნების და კულტურის აკადემიური დაჯილდოების ცერემონიალი მეგა გაცნობებთ, ქალბატონო ეთერ, რომ ოფიციალურად ხარ წარდგენილი 2025 წლის 1 ნოემბერს მეგას ლიგის 26-ე ცერემონიალზე ნომინანტად წლის საუკეთესო ანსამბლის ნომინაციაში პროექტში პატრიოტი 2025. ეს არის დეპეშა, რომელსაც ჩაიბარებთ ოფიციალურად.
და ამ ნომინაციაში წარსადგენად ეხლა მესიჯებად მწერდნენ შენი სიყვარულის თავისუფლება აარჩიეს და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შენ აი ასეთი შრომისთვის. ბატონო დავით, კაბტონატან უნდა დაგითმოთ სიტყვა და აუცილებლად მოეფერეთ თქვენს თანაქალაქი. დიდი მადლობა ბატონო ბესო. უღრმესი მადლობა პირველ რიგში ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელებს. ჩემს მეგობარს გენადი გრიგოლიას ასეთი ბრწყინვალე შემოქმედებითი ნიჭი განავრცოდა თაობებს გადასცა და აგრძელებს პოპულარიზაციას, განვითარებას ჩვენი შემოქმედების, ხელოვნების, კულტურის, ქართული ცეკვის, რომელმაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გაიარა, ბრძოლის გზაზე მოვიდა დღემდე და ამ ცეკვამ შეინარჩუნა ქართული სულისკვეთება, ღირსება და ზნეობა, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ ბესოს დღევანდელ კონცერტს თან ახდა ის პატრიოტული სულისკვეთება, შემართება, რაც ესოდენ საჭიროა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, ერთობისთვის და ეს ერთობა ჩანდა ამ ბავშვებში. ჩანდა ერთმანეთის მხარდაჭერა, ჩანდა გულშემატკივრობა, სხვადასხვა ნომერი, როცა მიმდინარეობდა სხვადასხვა ჯგუფის, სპეციალურად დავაკვირდა ქვემოთ ის ჯგუფი, რომელიც არ მონაწილეობდა, აი, მთლიანი სული და გულით გულშემატკივრობდა სცენაზე მყოფ ბავშვებს, მეგობრებს. და ეს არის ერთობის უდიდესი ნიმუში, რისთვისაც არის ზოგადად შექმნილი ქართველი ერი, უფლისაგან და რისთვისაც ცხოვრობ თითოეულ ჩვენთაგანი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო მშობლებს. აქ მრავალი თაობის, არა მარტო მშობლები, ბებიები და ბაბუებიც არიან ძალიან ბევრი წარმოდგენილი. ჩემი მეგობრები, ჩემი უმცროსი მეგობრები, დედმამიშვილები აქ მონაწილეების და ძალიანად თქვენს ოჯახის წევრებს მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო. ჩემო ბრწყინვალე ლამაზებო, ჩემო ახალგაზრდებო, ჩვენი ქვეყნის იმედი ხართ, მომავალი თაობა ხართ, რომელმაც უნდა მართოთ წლების შემდეგ ჩვენი სამშობლო და გისურვებთ წარმატებებს, ულევს სიხარულს, კარგ სწავლას, ისწავლეთ, განვითარდით, გამოადექით საკუთარ თავს და ჩვენ სამშობლოს. დიდი მადლობა. ბატონო, თქვენ კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენი ხელშეწყობისთვის და ჩვენი სახით ქართული ხელოვნების და კულტურის აი ესეთი დაფასების, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ქაბატონო ეთერ დამეტაკვა. ქაბატონო ნატალი, ჯერი თქვენზე. საომშვიდობისა ჩემო ძვირფასებო, ვფიქრობ 10 წლის თავზე ანსამბლმა სანავარდომ არაჩვეულებრივი დღესასწაული აჩუქა ჩვენს ქალაქს. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს და ყველას, ვინც ამ საქმეში, ამ კეთილ საქმეში მონაწილეობდა. გისურვებთ წარმატებებს, ახალგაზრდებო, თქვენ ხართ ღირსეული საქართველოს ღირსეული მომავალი, დაგვილოცნი ხართ და ჩვენ ყოველთვის შევეცდებით კეთილ საქმეს ხელი შევუწყოთ. მართლა? ეს რა მაგარი რაღაცა მაცნობა, ეხლა დავით ბატონო, აგერ მონიტორზე შევხედე, ეხლა სანავარდოს კადრები გადის, ხო ეს თქვენი კადრებია ეს როგორც, მაგრამ ამ კადრების შემდეგ რო დამთავრდება, ვის გულშემატკივრობთ თუ იცით ქართული ხელოვნების შემდეგ, აბა გამოიცანით. PSG-ში ვინ თამაშობს? აბა რა! და თქვენ ძალიან თამამად შეგიძლიათ დარჩენ და აქ დიდ ეკრანზე უყუროთ. მე მგონი ჩვენი გახდა ეგ PSG-ზე რაღაცა მე მგონი მეშველება. ქაბატონო ეთერ, სიტყვა უნდა დაგითმოთ, არა, ესე არ გამო. მე კმაყოფილების ხარისხი მაინტერესებს თქვენი, რამდენად კმაყოფილი ხართ? ერთი, რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი მოსწავლეები და დღევანდელი ნამუშევრით? ეს მითხარით და მეტი არაფერი არ გქონდა. ყველას ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, დაფასებისთვის. იმედია, თავამატების ემოციები და სათელობები დღევანდელ დღეს ვიყარხარ დაფასებთ. ამას კიდე აქედან შეუთო. ის კაცი ყველაზე მეც ნერვიულობს დარწმუნებული ვარ. ქაბატონო ეთერ, დამეთანხმეთ. მადლობა სანავარდოს. პირველ რიგში ბავშვებს, ჩვენს უსაყვარლეს მშობლებს, რო არა ჩვენი მშობლები ჩვენ ამ დიდ წარმატებას ვერ მივაღწევით. უღრმესი მადლობა ჩვენი ქალაქის მერს ბატონ დავით მახტაძეს და მთლიანად მერიას და ეფერებით და მთელი ჩემი ოჯახის სახელით უღრმესი მადლობა ყველა. ხალხო, სამტრედიერებო, გამოგვივიდა? აბა რა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა
მობრძანებისთვის, მადლობა გვერდში დგომისთვის და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ. ყველაფერი მაგრად იქნება. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას და ინავარდეთ რა. ინავარდეთ და ასე ლამაზად ავაშენოთ, გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა. მადლობა, ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა დონო.